რა გვაქვს ადამიანებს აი ამ დროს, რასაც მე ვკარგავთ მომავალში. ეს პროცესი, საკმაოდ სევდიანი პროცესი, შეიძლება ასე მოვნათლოთ, რომ ადამიანი სწავლობს გულწრფელი თამაშის შემდეგ ხალხ თამაშებს. ესენი გულწრფელები არის. ამათ შეუძლიათ პირდაპირ მოგახალონ სიმართლე და ესენი ხვდებიან ვინ ხარ შენ. როგორც კი შენ ცუდ თამაშს იწყებ, აი უფროსების ხალხ თამაშს იწყებ, როგორც კი ისინი გამჩნევენ რომ შენ ეგეთი კი არა ხარ, არამედ ისინი რომ მოთოკო ან რომ დააინტერესო, ამიტომ ცდილობ რომ ასეთი იყო, იმ ცუდას გამოგიჭერენ ეს. და შესაბამისადაც მოგეპყრობიან. თუმცა გამოცდილებასთან ერთად მოდის მაგის ოსტატობაც, რომ უკეთესად შენიღბოდა მხოლოდ განსაკუთრებულები მიგიხვდნენ. მე სკოლაში ვასწავლი 1991 წლიდან. ამ დრომ მასწავლა ეს ამბავი, რომ არავითარ შემთხვევაში რა გინდა რა მიზნით არ უნდა ეთამაშო ბავშვებს. სიყალბით არ უნდა ეთამაშო ბავშვებს. აი ეს არის ძალიან არსებითი რამ. უნდა იყო ის ვინც ხარ. საერთოდ ცხოვრებაშიც ეგრეა. მე რომ მკითხოს კაცმა. კი არსებობს სოციალური ნიღბები და სხვადასხვა სიტუაციაში ადამიანი სხვადასხვა. მეც არაერთხელ დამეჭერია ჩემი თავი, ჩემ მეგობრებთან თუ აი ეს კაცი ვარ, იქ თქვა სკოლაში შეიძლება სხვაგვარად ვიქცეოდე კიდე სხვაგვარად ვმეტყველებდე კიდე Facebook-ზე სხვაგვარად. იქ სხვაგვარად ეს არის უნივერსალური სახეობრიობა ადამიანის. მაგრამ ბავშვებს მანდ-მაინც არ უყვართ ესა. ბავშვებს არ უყვართ, როდესაც მათ, როგორ გითხრათ, მოტყუებით ეთამაშებიან.